ბოდიშს გიხდით არანაირი პრობლემა განაზღაურებინა. არათანმიმდევრული სატრანსპორტო პოლიტიკიდან გამომდინარე ის რთული დროა სამსახურში სახში ბრუნდება და რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ვიტყვი იმას რომ გიორგი გახარიას სიახლე არ უთქვამს გუშინდელ გადაცემაში, რადგან ჩვენი პოლიტიკური ძალა ამას საუბრობს დაახლოებით თვენახევარია იმის შემდეგ, რაც ოცნების პროპაგანდისტული ხაზი ცდილობს თვითმმართველობის არჩევნების თემის აქტუალიზებას ჩვენ საზოგადოებაში, ამას ახერხებს თავისი პროპაგანდისტული არხებით და დაიწყეს მათ საუბარი იმაზე, რომ აქტუალურია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა დღესდღეობით ჩვენი მოსახლეობისთვის. მაგრამ ჩვენ დღესდღეობით ვხედავთ, რომ ჩვენს მოსახლეობაში მთავარი აქტუალური თემები ეს არის პატიმრების საკითხები, პოლიტპატიმრების გამოშვება, უპირობო და ამაზე საუბარი და რა თქმა უნდა ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ საკითხების ირგვლივ არის ყველა ოპოზიციური პარტიების მხრიდან განხორციელებული ნაბიჯებიც და გადადგმული ნაბიჯებიც და ჩვენს კონკრეტულად პოლიტიკური პარტია გახარია საქართველოსთვის მივყვებით ჩვენს მკაცრ დღის წესრიგს და ვსაუბრობთ ამ მკაცრ დღის წესრიგში, მკაფიო დღის წესრიგში რა ადგილი უჭირავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ეს არის ახლა ნომერ პირველი ამოცანა თქვენთვის, რომ გახვიდეთ ამ არჩევნებზე თუ თქვენთვის არსებობს პირობები, რა პირობებით გახვალთ ამ არჩევნებს? ჩვენ ძალიან ბევრჯერ აღვნიშნეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულად თვითმმართველობის არჩევნები ჩვენთვის აქტუალურ თემას არ წარმოადგენს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პარტია, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, მზად უნდა იყოს ნებისმიერი არჩევნებისთვის ყოველდღიურად. აქედან გამომდინარე ყოველდღიურად ხომ არ არის არჩევნები? ახლა არის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების და არის კალენდარული არჩევნები. ანუ ვადამდელი ან იქნება ან არა, მაგრამ კალენდარული აუცილებლად იქნება. ამიტომ ის რაც აუცილებლად იქნება, იმისთვის თქვენ აუცილებლად მზად ხართ, ანუ იქ გახვალთ, იმის რა პირობები გაქვთ ამისთვის? მზად ვართ ყველანაირი არჩევნებისთვის, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნებისთვის მზადება იწყება იმის შემდეგ, რაც სრულდება არჩევნები. ანუ წინა არჩევნები როდესაც იყო, იმის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ამისთვის მზადება. აქედან გამომდინარე, იმის შემდეგ წინა არჩევნების ამბავი ირკვევა 1 წლის მინიმუმ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით არის ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის გამოწვევა არის ის, რომ დემოკრატიის ინსტრუმენტი, არჩევნები ივანიშვილის მიერ იქნა მიტაცებული და ჩვენ ეს ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე, რომლებიც არასახავდა ქართველი ხალხის ნებას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიძახეთ имас, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტია და ჩვენი კონკრეტული რა პირობები აქვს გახარიას გუნდს თვითმმართველობის არჩევნებში წასასვლელად? ანუ რა უნდა დაკმაყოფილდეს, რა უნდა შეიცვალოს, რომ ის უპრობლემოდ რაღაცნაირი წინაღობების და სქენჯნის გარეშე, როგორც პოლიტიკური პარტია, თქვას, რომ არჩევნები არის ადგილი, სადაც პარტია თუ ხარაბა არჩევნებში უნდა იყო და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მაგრამ რა პირობების, რა გარემოების შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ამისთვის არ არის კონკრეტული პირობები. ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, აქედან გამომდინარე დღის წესრიგში, დღესდღეობით დგას ჩვენთვის პირველ რიგში პოლიტპატიმრების საკითხები და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. თვითმმართველობის არჩევნებზე წასვლას თქვენი მხრიდან გამოიყენებთ სალაპარაკოდ ხელისუფლებასთან, რომ პატიმრები გაუშვან? ასე დავსვა მაშინ საკითხი. არჩევნებთან დაკავშირებით, ანუ თქვენ იცით, რომ კონკრეტული ვადები არის გაწერილი თვითმმართველობის არჩევნებში, თუნდაც ან ნებისმიერ არჩევნებში რეგისტრაციისთვის, თანხმობის გაცხადებისთვის, ანუ ამ ყველაფერს აქვს თავისი თავისი ვადები და ამ ვადებს ჩვენ ასევე მკაცრად მიუყვებით. რა თქმა უნდა, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად გადავწყვიტავთ საკითხს იმასთან დაკავშირებით. მივიღებთ თუ არა მონაწილეობას კონკრეტულ არჩევნებში და პირობები ამისთვის არის, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ცვლადი, ძალიან მნიშვნელოვანია დღესდღეობით პოლიტპატიმრების საკითხი და მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნების საკითხი და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე დღის წესრიგში ჩვენთვის დღესდღეობით დგას მხოლოდ ეს საკითხები
თუმცა ნებისმიერი არჩევნებისთვის ჩვენ რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტია ვართ, ყოველდღიურად ვახორციელებთ ჩვენს მზადებას და ჩვენ დღის წესრიგში არის ის რომ ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ მზად ვართ ამ ბრძოლისთვის და ჩვენ ამ ბრძოლაში გაცნობიერებული გვაქვს რომ ეს არ არის 1 და 2 დღის და 1 და 2 თვის საკითხი, რეჟიმთან ბრძოლა უნდა იყოს თანმიმდევრული, უნდა იყოს მტკიცე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ თანმიმდევრულები ვიყოთ და მყარები ვიყოთ ჩვენს გადაწყვეტილებებში და არ მოვექცეთ სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა მოწოდებების ზურაბიშვილის ფორმატში რჩებით? რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით და მიუხედავად იმისა, რომ პირობის დარღვევა გამოვიდა. პირობის დარღვევა არ გამოსულა, რადგან ჩვენ ვიყავით და ვართ კოორდინაციაში ორ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ბევრჯერ განვაცხადეთ ამასთან დაკავშირებით. პოლიტპატიმრების საკითხი არის ეს საკითხი, რომელშიც ჩვენ კოორდინაციას განვიხილავთ და ვართ ამ ფორმატში და ასევე ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გაჯანსაღდეს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და საბოლოოდ მივიღოთ ჩვენ ის საბოლოო გამარჯვება და ივანიშვილი წავიდეს პოლიტიკურ დათმობებზე და აი ეს დათმობები განახორციელოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის მდგომარეობა, რომელიც დადგა ოცნების რეჟიმის პირობებში. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ის რომ ქვეყანა არის შესული საკონსტიტუციო ჩიხში. ჩვენ ყოველდღიურად ვართ იმის მოწმეები, რომ ეგრეთ წოდებული პარლამენტი იღებს ახალ კანონებს, ამას ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დევნოს განსხვავებული აზრი ჩვენს საზოგადოებაში. მადლობა ტატა.